მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ვნახოთ ისთვის იქნება შემდეგი გაშლა. რაც შეეხება ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგანს კომენტარებისთვის, აქტიურობისთვის, საჩუქრებისთვის. იმიტომ რომ არიან ხალხი, ვისთანაც მუშაობ. შემდეგ რომ წარმატებას რაღაცა საქმეს მიაღწევს გამოვა, ამისთვის მარტო მადლობას არ იხდიან, საჩუქრებსაც აგზავნიან. ზოგი პირდაპირ საჩუქარს არჩევითი ფორმით თანაც მარჩევინებენ და ან უბრალოდ ფულადი სახით. ძალიან დიდი მადლობა, თუმცა აქვე აღნიშნა ეს უმადური ხალხიც არიან, ხო? ახლა რა ხდება? ჩემთან ფასები არის, ასე რომ ვთქვათ, ფიქსირებული სკრინზე, რომელიც გეგზავნებათ. სანამ გაშლას დავიწყებ, ვისთვისაც არ არის საინტერესო, შეგიძლიათ გადაახვიოთ. და ეს რა ქვია, ამ სკრინში წერია ღირებულებები. რაც შეეხება ხანდახან კი ბატონო, მაქვს რაღაცის გამო შეიძლება ვინმეს ფასდაკლება გავუკეთო, შეიძლება მომენტალურად, თუნდაც ეს მე ვინმე ფასებს ხომ არ მიწესებს, დამჭირდა მომენტალურად ფული და ეს სხვათა შორის 1-2 წლის წინ მქონდა ეს ღირებული რაც არის, ესეთი ძლიერი წმენდები, ესენი გავუშვი მინიმალურ ფასებში, იმიტომ რომ დამჭირდა ესე. და იმ წუთში, რაღაც იყო, მჭირდებოდა და გავაკეთე და ზოგიერთები ახლა ერთ-ერთი ქალბატონი ესე შემომივარდა და მეუბნება ისა მეწყინაო, მეო ასე გადამახთევინეო და მეო ვიღაცაო მეგობარი მოგიყვანეო მოკლეთო და მასო ნახევარფასში გავუკეთეო. ჯერ შესაძლებელია იმ პერიოდში, რადგანაც თქვენ მოიყვანეთ, იმის გამო გავუკეთე და თქვენს მეგობარს პატივი ვერც ისე რომ საერთოდ არც გიცნობთ და ამისთვის მადლიერება უნდა გამოხატოთ და რაღაცა სხვანაირად მომიდგეთ და არა ისეთნაირად თუ მე ამბავს გადამახთევინე, იმას ის გადაახტევინე. მერე კიდე კი ბატონო, ეს მაგიურ დიაგნოსტიკის და ჯადოს და ნეგატივის თანხა რაც არის, ამ ბოლო პერიოდში ნახევარფასებში მაქვს გაშვებული და მე არ ვიცოდი აქამდე თუ ეს ვინმესთან შეთანხმებით უნდა გამეკეთებინა. შემდეგ გადავხედე და ადამიანი არის კი სადღაც ზაფხულში მოსული, ივნისი თუ ივლისი. და ესა რა ქვია, ჯერ ამერია სხვა მეგონა ივლისში მოსული. და ესე იგი რა ხდება, ეხლა გამომიხადა პრეტენზია და თქვენ სკრინები გეგზავნებათ, სკრინში რაც წერია იმაზე მეტი თანხა მე ვინმესგან არ ამეღია არასდროს და დანარჩენი ეხლა მე რა თანხაში გავუკეთებ, რა ვიცი. ეს თქვენთან შეთანხმებით ნამდვილად არ ხდება და პრეტენზიებს ნამდვილად არ მივიღებ. შეიძლება ვიღაცა საერთოდ უფასოდ გავუკეთო და მინიმალურად 1 ლარისა ნაცვლოდ, კი ბატონო, ერთ-ერთი ასე რომ ვთქვათ, პაციენტი, რომელიც 2 წლის წინ გაიკეთა წმენდები, წელს მოხდა ისეთნაირად რაღაც ავარიაში და როგორც კი გავიგე, მეგობრებში მყავს, მივთხარი ეგრევე თქო, აიღო თანხა მირიცხავს, არა მეთქი დაუბრუნე უკან, 1 ლარი ავიღე, ზუსტად 1 ლარი, ახლა სკრინებს ვერ ჩაგიგდებთ აქ, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა რწმენა გაქვთ ვიღაცებზე დაკარგული, მე ესეთი საქმე მჭირდება, არ გჯერავთ და მოგჯერავთ. და ჩვეულებრივად გავუკეთე რამდენიმე დღიანი გასუფთავება, გალამაზება. კი ბატონო, მეგობარი, რომელთანაც მეგობრობ, მისი ახლობელი მოიყვანა, ძმის შვილი მოიყვანა, გავუკეთე მინიმალურ თანხაში, მაგრამ მას რო დაჭირდა სრული ხეის გადაიხადა თანხა. სრული თანხა. ადამიანთა, რომელთანაც კიდე ძალიან კარგად მეგობრობ, არავით არის შეღავათი არ გამიკეთებია, სრული თანხა გადაიხადა, 2-ჯერ დაჭირდა წმენდა. რეალურად ვიცნობ ადამიანს. ბავშვობიდან რო ერთად გაზრდილები ვართ, ისეთ ადამიანზე მაქვს საუბარი და ესე რომ შემომივარდებით და რაღაცა პრეტენზიებთანაც
ყველაზე მეტად მაღიზიანებს ეს ჭორიკნული ისა და მეც რო აქ მიქნით ჭორბიუროს რაღაცა იმას რა ვიცი რაღაცა რა უნდა უწოდო მაგას არ ვიცი უკვე ხო ალბათ კითხა თქვენ შე რა ფაშიში და წმენდების ფასი მკითხა და იმისთვის მკითხა ესეც რომ აბა ნამდვილად მე ხო მივხვდი დავისწავლეთ რომ იმ ადამიანს როგორ გადავახთევინე ბევრი არ მესმის წმენდებით სხვადასხვა ფასიანია რატო გიკვირს ვერ გავიგე ეს არ მქონდა ადრე მაგრამ ეხლა მაქვს ვიღაცას იქნებ მარტო თვალზე უნდა თვალის გამოლოცვა ან წყევლის მოხსნა რაღაც ელემენტარული უნდა და იმასაც სრული ჯადოს და თვეობითვისთანაც მათ სამუშაო ის გადავახთევინო და ხა რაღაცა თვალის მოშორება უნდა ადამიანს იმასაც იგივე გადავახთევინო ეს თქვენ უნდა შეგითანხმდეთ ხო და რა თქმა უნდა ეხლა რაც არ უნდა კარგად მოიქცეთ ამის შემდეგ უკვე ჩემთვის არასასიამოვნო ესეთ ხალხთან კომუნიკაცია ესეთ მეწვრილმანე ხალხთან მე კიდე თუ კი დაუშვათ ესე მოხდა და სრულად რამე გადაიხადე და კიდე მოხვალ და დაგჭირდება ჩემთან ყოველთვის არის ის საშუალება რომ მინიმალურ ზოგჯერ მინიმალურს ან რაღაცებზე გავუკეთო ესე რომ ვთქვათ ჩემი თუ თავაზობ უკვე იმიტომ რომ აქ ვაჭრობა და ესეთი ის კი არა მაგრამ ბაზარი ამ ძალებთან და ამ ყველაფერთან ვაჭრობა არ შეიძლება ამიტომ ჩემი თუ თავაზობ ყოველთვის მე ვასწრებ თვითონ თუ დამასწრებს არ ვთანხმდები არასდროს ადამიანი ქალბატონი ნინო თუ შეიძლება ასე და რაღაცა არის ადამიანი ჩაუგდეს სკრინი ხო როცა ადამიანი წერს რომ დიაგნოსტიკა რა ღირს მას პირდაპირ ვეუბნები მაშინ მაქვს ამ თანხაში თუ არა და რა ღირს ახლა თქვენთან კონსულტაცია მნიშვნელობა აქვს რა სიტყვით მომწერ უგდებს სკრინს და უკვე აირჩევს და რიცხავს გარკვეულ თანხას ხო და ახლა ვიცი იმ პერიოდში მე რა მომენტ არ მქონდა შეიძლება ეს მე გავუშვი ეს ნახევარფასებში ახლა არის ადამიანები ახლა სამაჯურები საკმაოდ რა ვიცი მე ღირს მაგრამ მოვიდა ადამიანი 3 წელიწადი ჩემთან არის ქალიშვილისთვის მინდა რომ გავუკეთე მინიმალურ თანხაში და ესეთი რაღაცები თქვენ უნდა შეგითანხმდეთ ახლა თქვენ თუ ამას გაიგებთ და იგივე სამაჯური თქვენთან დავუშვათ ორმაგი ღირებულებისა ანუ ახლა იმ ადამიანს რა ვიცი ჩემთან 3 წელი მოდის გაშლებზე წმენდები დაცვები ბოქსები 1000 რაღაცა აქვს შეძენილი და ავდგები და ვუკეთებ მე ასეთ რაღაცას და ახლა თქვენ უნდა შეგითანხმდეთ ეს უკვე არის ჩემთვის თავხედობა ესეთი საქციელი თქვენ კაცო თქვენი აზრი ხო გაქვთ ხო და მე ჩემი აზრი მაქვს და გეუბნებით ეს არის თავხედობა მეწვრილმანეობა და ჩემთვის მიუღებელია ესეთი რაღაცა ვერ დაგეხმარებით ესეთ ხალხს ნამდვილად ესეთი მეწვრილმანეობა და ესეთი უფასოდ და რაღაცა უკაცრავად ეხლა მაგრამ არიან ესეთი ტიპაჟის ეზოთერიკოსებიც ისინი და მიბრძანდით მათთან მე ვიცი ჩემი მომსახურების ხარისხი და ფასი თან გადაყოლილი ვარ ეხლა რა გავაკეთო ის წმენდაც იყოს თუ გინდა არ ყოფნის ადამიანს ის ორთვიანი წმენდა ასეთებიც არსებობს ეხლა თქვენ გინდა იჯერეთ გინდა რა ეგ არ დაიჯერებთ იმიტომ რომ და ადამიანი მესაუბრება კიდევ ისეთი იმით ტონით ხომ იცით რა ხდება და ესე და იწყევლებიანო რაღაცა ემუქრებიანო ადამიანო ამ სფეროში კი არა ყველგან მასე ხდება მე რატომ ელაპარაკებით მაგნაირად ესე იგი იმ დონეზე იმასკენ ადამიანმა ივლისის მერე ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი დაიწყო 3-4 თვის ასე თუ გემწარა შეკაცო ის ფული რაღაც მოდიოდი ნუ მოდიხარ ხო არის 5 ლარიანი 10 ლარიანი გაშლე მიბრძანდით უფასოდაც არის ხანდახან ახლა მე იშვიათად ჩავდივარ უფასო ლაივებში მაგრამ არის და ვეუბნები ადამიანს 1-2 სიტყვას ძალი ჩემოგიხდით გვერდზე ძალი ჩაგიძვერით ჯიბეში თუ რამე გეუბნები ასია გინდა არ გინდა და ვერ გავიგე რა გულს მამადლით თუ მოხვედით იმიტომ მოხვედით რაღაცა დაინახეთ სასარგებლო აქ
ჩემი ლამაზი თვალები არ გინახიათ, ჩემი ლამაზ თვალებში რო გადაგიხადათ ფული თქვენ. მისმენთ და რაღაც წამოვიდა, ხო, ენერგეტიკა ისეთი, რომ გამოგიწია გულმა, თორე ისე არავინ არაფერს არ გადამიხდის აბსოლუტურად. შესაბამისად, ესეთი ენერგია, ესეთნაირად ვინც იქცევა, ჩემთან დავდო, თორე ამას მე ეს ინფორმაცია მოვა აქ. ხელი რომ ვერ ვეხმარები. მოვიდა ადამიანმა გადამიხადა გულიანად, მართლა. საჩუქრადაც დაამატა. მე იმას კი არ გეუბნები თქვენ ახლა ვიღაცებმა საჩუქრები გამიკეთოთ და ამას იმაშვები ვითომ გიკაკუნებთ აქ. არა, გადაიხადა გულიანად ეს აი იმენა როგორ მოქმედებს ეს ჩვეულებრივი ადამიანი ვარ მე არც მე ქრთამეობაა გარდა რომ უფასოდ დიდი ბოდიში ხო თქვენ და მე დროს ხარჯავ ენერგიას ხარჯავ და 1000-ნაირ იმას ვხარჯავ კიდე პროდუქტს ზოგის ნანახი აქვს ჩაურთე კამერა და მანახი აი გამზადებული და ნამდვილად იმიტომ რომ ისეთი კომენტარები იწერება ეს დაბალი ლეველის სინამდვილეში როგორებიც არიან ისეთი ხალხის კომენტარებია და იგივეს იმაშვები ასე ხმარობი რა ხმარობ ხალხმა იგივეს დაშტაპელებული მაგ იმენა ესა პროდუქტი ფულს ვიხდი მე იმას კი ვინმე გიამჩუქნის ეხლა ამ გვერდიდან ნამდვილად ვიტყვი რომ გავუკეთებიათ საჩუქრები თორე დანარჩენი ცხოვრებაში არ მახსოვს მე ვინმესგან საჩუქრა ჩემი შრომი ჩემი მარჯვენით ვიძენ ყველაფერს და ვინ რას მაჩუქებს ფულს ვიხთი მე იმ ყველაფერში და ხა დიდი ბოდიში თქვენთან დედა ტერეზა არც არ მიწერია ვიღაცა მოვიდა კიდე და წინას მაწარმეტყველიო ეს არ წინას რაცხა და ამიწყო და არა და სწორად დავიწყე გაშლა მაგრამ ქალს კაცები აინტერესებდა და მე სხვა თემით დავიწყე და ეხლა არ მოეწონებოდა ჩემი გაშლა ფაქტია კაცები რო უხსენი არის ხო მე დამშვიდდა მოისმინოს თუ უნდა და გადაირიოს უნდა ამეიპუთოს ვერაღერა ასე იყო და ეს ესეთი კიდე პირდაპირ ლაპარაკი ბევრს ვიცი რო არ მოგიწონს და მქონდა ესე შემთხვევა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფ ადამიანს ჩემზე აწია ხელი მაგივრად ამესხა დავს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თქვენ რას ფიქრობთ იმ დაცვას ვერ მოვხსნი ან იმოქმედებს გაჭირზე ერთი სიტყვა მე მაქვს მაგხელა ენერგია ჩემი ერთი სიტყვა საკმარისია მე არ მჭირდება აქანე სასაფლავებზე ფორთხელი მილიონჯერ მაგ ნათქვამი და არ მჭირდება რაღაცა ჩემი ენერგია ყოფნის მაგ ყველაფერს რომ ზიო განთავისუფლებულია ჩემი დაცვიდან ეს ადამიანი თქვა და იმას ამბობდი გადაიხადა ადამიანმა გულიანად მადლობა მაღალ ძალებს ყველაფერი რიგზე აქვს პირადიც მოუგვარდა ყველაფერი მოუგვარდა ადამიანს გაითვალისწინა ყველაფერი, რაც უთხარი. მომყვა. და ბევრი არის ესეთი. 1% მაქვს ალბათონი 1 მოვიდა იმედიო. მაგრამ მაინც მოვდივარ და აჰა, ფულსაც ვიხდი და 1%-ია. და მე ისე ნერვიულობდა, არ მევთხარი. წამომყევი, всё, უნდა მოიქცი ამნაირ, წამომყვა. ძალიან რაღაცა იყო ისეთი საკითხი. და ეხლა მძერს რომ იმედი გამიჩნდა. კი, წინა და იმედი გავუშნაგია რომ ზუსტად ისე იქნება 1%-დან. მაგრამ ადამიანმა მოიქცა აი ისე რომ ჩემი ენერგიები არ შეაშფოთა, მოდი ასე გეტყვით. და უპირველესად ადამიანი ვარ და ეხლა მაგნაირად დამიწყებ გამოკიდებას და მეწვრილმანეობას და ეღაჩანგა რა უნდა გაგი არაფერს არ გაგიკეთებ არ მომეცემა გული მე მოხალისეგი არა აქ ამდენი ხალხზე პასუხისმგებლობა თან ავიღო და მე კიდე ამ ნეგატივში ვიფორთხიალო აუ კაი რამეში ფორთხიალო გაწყობილი სუფრას თავაზობ ეხლა და აიქა გოჭები და ესე რა ქვია შემწვალები და მოხრაკულები მიწვი აქ თუ რა იმენა ნაგავში ფორთხიალო და უპირველესად ჩემი თავი უნდა დავიცვა და 1000 ჯერ გადმოვიდა თანაც ერთხელ ბეფანაჭი ამომეწვა აგერ მაგიდაზე როგორ განახოთ ეხლა მაგიდაზე დავიწყე რიტუალი და ამომწვარი
გადმოვიდა ცეცხლი ეგრევე. არ მეყო ისა რა ქვია, დაცვა. და მაგრამ გადავრჩი, მე არ მეყო არა, მეყო, მაგრამ რაღაც ხო ხვდებით მოხდა ესე იგი, მომენტალურად. ესეთი ატაჟია ერთხელ ავარიაში მომყევი. ერთხელ მე თვითონ გავხდი ცუდად. ძლიერი დაცვები მაქვს, აღდგენითი ფუნქცია ყველაფერი, მაგრამ არის ესეთი რაღაცეები. ანუ ამ ნაგავში ვიფორთხიალო, მე რა შემხდება, ღმერთმა იცის. ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა, ძალიან ჭირდებოდა ადამიანს დახმარება. და ვერ შევეხებოდი შავი მაგით და რაღაცეები და ვერაფრით ვერ შევეხებოდი, ერთ შავით და ვერც არ შეიძლებოდა, რომ ვნახე. ერთი გამოსავალი იყო მონასტერი და ის მონასტერი ძალიან მაგარი, სხვადასხვა თურქეთში არსებობს. აქედან ავიდექი და ერთ დღეში ძაღლი მყავს ვირტოვებ ვერსად ვერავისთან. ეს არ შეჭამს, არ შეესვამს და არც რა ქვია, ტუალეტში შევა და არაფერს არ იზამს. მოკვდება ესეთნაირად. არ გაინძრევა, რომ დავტოვებ, ესე მხვდება. და ვერ დავტოვებდი ვერსად. და მით უმეტეს ახლა თავშე ზოგი მეუბნება, თავშესაფრები რო მიიყვანეო და ამაგი კი მოკვდება ენერგიულობით რომ მიატოვებ, რა იცის ძაღლი ახლა იქანე დროებით დატოვე თუ რაღაცით დატოვე. და მე საუნდა ვიყო ბედნიერი, ვერ ვიქნები. როცა ის ვიცი რომ ინერვიულებს. კი ხედავთ, კი გესმით როგორ არის და გიხსნით კიდევ და არ შემიძლია. ვერ ვიზამ მაგას. ამიტომ თურქეთში ნამყოფი არა ვარ, ქალი. ქემალ-ფაშაში ვარ, ორჯერ ნამყოფი, ისიც დედაჭემ რო იყო ცოცხალი, საწყო რა ქვია, 16-ში გარდაიცვალა მანამდე, 12-ში, 13-ში, ორჯერ. მაგასაც მოგიყვებით თუ გინდა ქალმა ქალიშვილები 80 ლარად ჩავშმოტკეო და გადაირია დედაჭემ. 80 ლარად კაბას მივყიდულობ, მე რა ჩაშმოტკერთი წევიდეთო. აი მე ვთხარი. ზამთრით ის რა ქვია. მეკედან პირსახოცები ვიყიდეთ სხვათა შორის თეთრეული კი. ხო. მაგრამ ახლა იმ ქალისთვის რა ვიცი მე რა იპოვა, გასაგებია უკვე აღარ ვიმაშვებით მაგას, ხო? და იმის იქეთ არ ვარ ნამყოფი, გინდა იჯერეთ, გინდა რა, სურგული არ ვიცი კიდე. და დაჭირდა ესე მოსულ პაციენტს და გადავფრინდი. ავიღე ბილეთი და გადმოვფრინდი. კარგად იცი, დაგუგლეთ და ნახეთ რა ღერს ბილეთი, თვითმფრინავის ბილეთები. იმ ადამიანისთვის ერთ-ერთ მონასტერში რო ისა რა ქვია, ზუსტად შემწეობა იმ ადამიანისთვის მეთხოვა. ამ კუთხით ვერ შევეხებოდი და არაფერი არ უთხარი. ის თანხა რაც ჩათვალა, დამირიცხა, არც ერთ კაბიკი არ დამჩენია მე იქედან. მაგრამ ესეთ რაღაცებზე არ ვლაპარაკობ. და არ გამოდის, მინდა ტარომიკავია ხელში მით უმეტეს. მაგრამ მქონია ესეთი შემთხვევაც და გამიკეთებია. მაგრამ გავაკეთე, იმიტომ რომ აიღო ადამიანმა და რაღაცა იმედს რომ ეძებს, ამას რომ დავინახავ რომ ადამიანი იმდენად ან სასოწარკვეთილია, ან მართლა ისე უჭირს, ხო ისე ხო არ მოვა ჩემთან. ხო და თქვენ მელაპარაკებით მოდიხართ ვიღაცა როგორ იქცევა, ფული როგორ წაგლიჯათ იმ ხალხზე. და ამას რომ დავინახავ, ესე მოვიდა სასოწარკვეთილი და პირდაპირ აიღო. ზოგი ისია ბანკიდან იღებს, ზოგს მართლა ბოლო ლუკმას იღებს. ვის აქვს ეს ხლა დაწყობილი, მე სავსებით მე გაჭურებაც ვიცი მე და დალყინებაც ვიცი, თქვენ რა გონიათ. და დარიცხა ეს თანხა. და ვნახე, ხედავ რომ კი დაგეხმარები ვთხარი და აქედან შემიძლია მინიმალური გავაკეთო. ენერგია კი ბატონო, გავუშვა დადებითი. და სხვათა შორის მაქვს მაგ ენერგია, რომ ადამიანი ავტომატურად განმუხტავ, რომ ესაუბრება ნეგატივიდან. სამსახურშიც მეუბნებიან ჩემს გვერდით გოგოები რომ დაჭდებიან. რა ხდება, არ ვიცი, და შენ გვერდით რომ დავჭდებით, მშვიდდებითო. და სხვანაირად სუდად რო იყო, კარგად ხვდებიო. არაფერს არ მეუბნები, მათმა არ იციან, რომ ესე რაღაცა ენერგიებთან მაქვს შეხება. ხო და ავდექი და
რადგანაც ნახე არ შეიძლებოდა ყველასთან კი არ შეიძლება ესე ემართ შეხება არის მაგის მოწმეც მყავს რომ სინამდვილეში გადავფრენდი და ვიდეოც კი გავაზიახა თქვენ უნდა იმასქნა აქ გიფრიალოთ მელასავით კუდი ესე თქვენ რწმენა დაკარგული თუ გაქვთ და ესეთ არასწორ საზოგადოებაში მოხდით ჩემთან ესე არ უნდა ილაპარაკოთ და ვიცი ახლა ამ ვიდეოს მერე ისე მომწერენ არიან ესეთებიც რომ აი ნინო ძალიან მწუხვართ რომ ესე იქცევიან შენთან ადექით და მოისმინეთ გაშლები რა ვიცი სხვა თუ იგრძნო თქვენ ვერ იგრძენ თუ ვერაფერი ვერ იგრძენ კაცო კარგი დამანებელს დავი ადამიანი პირდაპირ მეუბნება იმას რომ აი ნინო გაშლას რომ დაიწყებ და რაღაცა კარგი ამოვიდაო სხვისი ბედნიერება ესე როგორ უნდა გიხაროდეს გეტყობაო ან თუ რამე ცუდი ინფორმაცია აი პირდაპირ გეტყობა რომ ძალიან გეწყინაო თქვენ ვერაფერი ვერ მიხვდით ამ ტონით რომ ესაუბრებით არის მაგიური დაზიანებები არ უქმდება უბრალოდ შეჩერება შეიძლება მისი როგორც ავადმყოფობა ქრონიკული ისე არის წლების მაგიური დაზიანება თუა 20 წლის 40 წლის წლები ჭირდება იმის გაწმენდას ერთ თვეში ვერ გაწმინდა კი გაასუფთავებ რაღაცას აიღებ იგრძნობ მაგრამ კიდევ გჭირდება ცოტა ხანში იმიტომ ქრონიკულია ეს უკვე ჩათვალე ფესვის მოწყვეტა ფესვი უნდა ამოიღო ადვილი გონიათ და არის ისინი რომ არ უქმდება თქვენ არ გესმით თქვენ რო გესმოდეთ თქვენ იქნებით ამ საქმეში და რასავალდებულოა გესმოდეთ გეუბნება ადამიანი თუ გჯერავს უნდა დაიჯეროდა თუ არ გჯერავს არ უნდა მიხვიდეს საერთოდ გაშლა მინდოდა და ისე იმაში წავიდა ეს იგი არ მეთხრათ ეხლა რომ ნინო არ არის საჭირო არის იმიტომ რომ ერთი რო გამოხდება აი ესეთი უნდა გაეცეს იმას პასუხი რომ მეორეც არ გამოხდეს და გაითვალისწინოს კარგით მოვასწროთ რამე გაშლა ნახოთ მოდი ენერგეტიკა ვნახოთ ამ შემთხვევაში პირველი მეორე და მესამე რა მდგომარეობაშია თქვენი ენერგეტიკა პირველი მეორე მესამე მოდი ჩემს სამაჯურებს გამოვიყენებ სად არის პირველი ვარიანტი ვარდისფერი კვარცი მეორე ვარიანტი ლაბრადორიტი და მესამე ვარიანტი აი ამეთვისტო როგორ უცებ გამომიკეთა ხასიათი იმიტომ რომ შეიძლება რაღაცეები სამაჯურები გიგვიანდებათ მაგრამ იცოდეთ ბომბას გიგზავნით ძალიან ძლიერს როდესაც რაღაცა საგვიანდება ის ძალიან ძლიერ იკეთდება ეს იცოდეთ ჩემთან ასე არის ყოველ შემთხვევაში ახლა ისეთი ის წამოვიდა უცებ გამახსენდა და შევეხე იმ წუთში წამოვიდა კარგი ენერგეტიკა ვინც აერჩია ვარდისფერი კვარცი ნახოთ რა მდგომარეობაშია თქვენი ენერგეტიკა ამ შემთხვევაში მე აქ ასე ვიტყოდი იცით რა არის აქ ვერ ვიტყვი რომ რამე ისე
ძალიან ცუდი ვარიანტი და რამე იყოს, არა. უბრალოდ შესაძლებელია პერიოდულად გჭირდებოდეთ რაღაცების განახლება ან გაძლიერება, იმიტომ რომ დააკვირდით აბა დაუშვათ სავსე მთვარეზე ან რაღაც ნახეთ თვის რომელიღაცა ფაზაში შეიძლება მომენტალურად რაღაცა სუსტდებით ან ემოციური ხთებით ან რაღაცა არის ის ნახეთ რაღაც მოხდება ესე რომ ვთქვათ რყევა აი ამ შემთხვევაში თითქოს აქ ცოტა მეტი ძლიერი დაცვა უფრო გჭირდება პირველი ვარიანტი მაგრამ მაინც ესე ვიტყოდი რომ აი როგორ არის მაღალი ძალების დაცვა გაქვთ თითქოს ეს შეიძლება არ არის გამორიცხული ახლა ეზოთერიკული კუთხით თუ ხართ ჩარეული აქედანაც არის მაღალი ძალების სხვათა შორის და თუ კი დავუშვათ არ არის ეზოთერიკა მაშინ ეს არის თქვენი ეგრეგორული დაცვა ჩემო კარგებო კარგით პირველი ვარიანტისთვის ეს იყო მეორე ვარიანტი ლაბორატორი კი ვინც აერჩია თქვენ შემთხვევაში როგორ არის თქვენი ენერგეტიკა ხართ ამ მდგომარეობაში მე აქ ვიტყოდი მეორე ვარიანტთან რომ საერთოდ არ მუშაობს არანაირი დაცვა თუ კი არ გაქვთ გაკეთებული აუცილებლად უნდა მასკნათ და მიხედოთ ამ იმას შესაძლებელია ვაფშე ყველაფერი გაუქმდა ან გაფუჭდა ან რაღაცა ენერგეტიკა კი არა დაცვა მინდოდა მე ნახა ხო დაცვებზე ვლაპარაკობ და სხვა ვამბობ და რა უშავს მაინც გამოვიდანთ ხო შინაარს და როგორ არის იცით შესაძლებელია რაც თუ რამე გააქვთ ესე რომ ვთქვათ გაკეთებული ან სამაჯურებს რამეს თუ ატარებთ გამოდის რომ ძალა აღარ აქვს ან უბრალოდ აქ საერთოდ ესე რომ ვთქვათ ღვთის ანა ბარა ხართ და მიხედეთ ამ საკითხს ხო იმიტომ რომ არანაირი რამე არაფერი არ მიფიქსირდება მესამე ვარიანტი ვინც აერჩია თქვენი ნახოთ ენერგეტიკა და როგორ არის თქვენი დაცვები ამ შემთხვევაში ხო მესამე ვარიანტი კი ბატონო რა არის მესამე ვარიანტი ძალიან მაგარია არ ვიცი აქ ვინ მისმენს ესეთი არ არის გამორიცხული რომ აქ ვიღაცა სასაფლაოს დაცვა კონდეს ანუ ნახეთ შეიძლება თუ ვინმე ხართ ესეთი ასეთ დაცვებს უფრო მაგები და პრაქტიკოსები მაშვებიან იყენებენ ეს არის სულების დაცვა ჩემო კარგებო სასაფლაოს და იმის დაცვა ეს არის ნახეთ ყველაზე ასე ვთქვათ სერიოზული ამ შემთხვევაში თუ კი ეს არ არის შესაძლებელია უბრალოდ რაღაც ესე რომ ვთქვათ სხვა სამყაროდან თქვენი შეიძლება წინაპრები რაღაცები ესე გიცავდნენ და ყოველ შემთხვევაში აქ დაცვა და ენერგეტიკაც ძალიან ძლიერი არის თქვენი და ძალიან კარგად მუშაობს და ესეთი ვარიანტიც მიფიქსირდება თუ ვინმე რამეს თავდასხმა შეეცდება ესე რომ ვთქვათ პირიქით თქვენამდე ვერ მოაღწევს ხო აი რაღაც დაზიანდება ან უკან დაუბრუნდება ეს ყველაფერი ან რაღაცა ემართება მოკლედ ესე რომ ვთქვათ მე მესამე ვარიანტი კი ბატონო როგორ არის იცით აი რასაც დაუშვათ ადამიანი გისურვებთ ეგრევე თავში რომ მოხდება ბუმერანგივით ისეთნაირად თქვენამდე ვერ მოახდეთ ძალიან ძლიერი ენერგეტიკაც მიფიქსირდება და სერიოზული დაცვებიც არის აქ ვიღაცასთან გაკეთებული მესამე ვარიანტი საინტერესოა ძალიან და თუ მართლა პრაქტიკოსებიდან ვიღაცები ხარ თქვენი დაცვა არის ვაუ სერიოზული ესეთებს ასეთ დაცვებს ძირითადად ნახეთ თუ მართლა პრაქტიკოსები ხართ და კოლეგები ხართ არ არის გამორიცხული იყენებს ისეთი ხალხი ვისაც ხალხთან აქვს შეხება ძალებთან აქვს შეხება და
აქ არის, მოდი ასე ვიტყოდით, ცოტა შეიძლება დემონურიც, მაგრამ თუ პრაქტიკოსი არ ხართ, მაშინ ეს არ არის, ნახეთ, დემონური და ესეთი და რაღაცა დაცვა, მაშინ თქვენთან არ არის. ხო, ორ ვარიანტში გავაჟღერე, მაშინ უბრალოდ ეს არის რაღაც ისეთი ძლიერი ენერგეტიკა და აი სხვა მხრივ რაც არის, რომ აი ბუმერანგის სახით რომ ბრუნდება უკან დავშვათ ადამიანს. მე ვფიქრობ, დღეისთვის სულ ეს იყო ჩემი კარგებო, იმედი ეს ინფორმაცია გამოგადგებათ და კიდევ გაითვალისწინებთ წინა სიტყვას და კომენტარს, რაც გავაკეთე. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს დროებით.